მეგობრებო, კიდევ უნდა მოგესალმოთ და გითხრათ, რომ სამწუხაროდ აი ამ პოსტზე არ მიზღუდავენ კომენტარის დაწერის უფლებას არ მაძლევენ რატომღაც ბოლო ლაივზე და ასე გაგცემთ პასუხს რა მიძულებულს ხდიან რომ ასე გესაუბროთ. ესე იგი მარიამ ბერიძე ასეთ უაზრო კომენტარს წერს უკაცრავად მარიამ ეთყობა ვერ გაერკვევ საქმის კურსში არ ხარ მგონი კარგად გარკვეული იმიტომ რომ ირანელ ხალხს მშვიდობას უსურებ კი ბატონო გეთანხმები მშვიდობა ირანელ ხალხს ისინი კანისფერის მიუხედავად თეთრი რასის წარმომადგენლები არიან სწორედ ამიტომ ებრძვის ეს ყველა სემიტები ირანელ ხალხსო და იცით როგორ არის რომ გაბატონო მარიამ რომ სემიტები არ ებრძვიან ამას ესე არის წარდგენილი რომ თითქოს სემიტები ამათ მხარეს არიან და სემიტები ეთანხმებიან ამ აჯანყებულთა მოთხოვნებს. აი ესე არის დღემდე ესე ვიცი მე. ხო, და ამერიკასთან ერთად ეს სემიტები თითქოს და ამ ხალხისთვის იბრძვიან. ეხლა რაც შეეხება მეორე კომენტარს მინდა პასუხი გავცე. მეორე კომენტარი არის ძალიან საინტერესო და აი რატომ საინტერესო. დიდება უფალს წერს, თამარ აქ სულიერებაში დამთავრდა ომი და სულიერებაში მორჩა დასრულდა და აქ ისევ ფიზიკურში რატო ხდება ომი? რახან იქ დამთავრდა, აქ არ უნდა დამთავრდეს? დიდება უფალს რომ დამთავრდა, მაგრამ მე გეტყვი ერთ რამეს, რომ ომი კი არ დამთავრდა, ახლა დაიწყო როგორც სულიერში, ისე ფიზიკურში და ისე მენტალურში, მეგობრებო. სულიერი ომი ასტრალში მოგებულია იმ მხრივ, რომ კარი, რომელიც დაკეტილი იყო, პირდაპირ მნიშვნელობით შევანგრიეთ და გაიხსნა კარი, ცნობიერების კარი, ცანის კარი გაიხსნა. ახლა მეგობრებო, ცანის კარის გახსნის დროს ხდება ზუსტად ის, რომ კარი გაიხსნა, მაგრამ იმის იქით რაც დაგხვდება, აი ის ომი მოსაგებია. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გამარჯვება იქ არის, რომ ცანი გაიხსნა. და ცანის გახსნის შემთხვევაში მეორე მხრივ იწყება ასეთი რამ. სულიერში რაც მოხდება, ანუ ასტრალში რაც მოხდება, ეს ცალკე ომი არის იმ ხალხში, ვინც ასტრალურად იბრძვის. და ახლა ფიზიკურში რა ხდება, ნახეთ. ეს დასაწყისი მეგობრებო არის, ნახე როგორი რამე, ახლა გადაირჩევიან ძლიერები და სუსტები. შემდეგ ძლიერები და სუსტებიდან გადაირჩევიან ესე იგი ამტანები და როგორ მოიცა ერთი წუთი ამტანები და რა ქვია იმ სიტყვას მტკიცენი ამტანები და მტკიცენი როდესაც უკაცრავად სულ თავიდან გადაირჩევენ აი ახლა გადარჩევა მიდის ბრმების და ნათლად ვინც ხედავს იმის ხო? გადაირჩევენ, იმიტომ რომ ბრმები ყველა დაეცემა. ვინც ნათელი გონების დარჩევა, შემდეგ მათ შორის გადაირჩევენ ძლიერები და სუსტები. ფიზიკურად ძლიერები და სუსტები. მერე მათ შორის გადაირჩევიან მტკიცენი, ძლიერნი და ამტანი. ესმით? და შემდეგ მათ შორის გადაირჩევიან მტკიცენი, ძლიერნი, ამტანი და ქრისტიანი. და შემდეგ მეგობრებო 154,000 კაცობრიობის ისტორიაში რომ დაიყვანენ 154,000-ზე ადამიანის რაოდენობას, ხო? აი შემდეგ უკვე გამოჩნდება ქრისტე. აი ძალიან საინტერესო ერაში ვართ. თქვენ იცით რომ აი ეს 2026 წელი იქნება კაცობრიობის ისტორიაში. შემდეგ აი ამდენიმე ასეული წლების მერე გაიხსენებენ ამას როგორც ქრისტეს შობის დროს ვიხსენებთ ქრისტეს ჯვარცმას. ახლიდან თავიდან ათვლას, დროის თავიდან ათვლას. დროის თავიდან ათვლა ეხლა არ დაიწყება მეგობრებო, მაგრამ დროის თავიდან ათვლა როცა დაიწყება და კაცობრიობა რო გადაწყვიტავს აი რამდენიმე ასეულ წელში რომ აი აქ მოხდა დროის ახალი ათვლა შეიძლება რამდენიმე ათეულ წელში სწორედ 2026 წელი იქნება ის წერტილი, სადაც კაცობრიობის თავიდან
განულება, ანუ დროის განულება ხდება. ეხლა ხდება დროის განულება. ამ დროის განულებას შეიძლება კაცობრიობის ის რაოდენობა, რა რაოდენობაც დღეს არის, მინუს 154,000. გესმით? ეს არის დასაწყისი. ეს არის დასაწყისი. და დასაწყისი იცით რით იქნება, მეგობრებო? აი ძალიან ტიპიური იყო ეს ყველაფერი და სიმბოლური ჯიხადების მოხსნით. ქალის თმის გამოჩენით. ქალის თმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეზოთერული დატვირთვით და გაიხსენეთ, რომ ქალი გაახვიეს, აგერ ჩვენ რომ დაგვიდგეს ძეგლი, თმებში გახვეული ქალი რო არის, ქალის თმა, როგორც ქართულ მითოლოგიაში, ისე სვანურ მითოლოგიაში გაიხსენეთ დალი მონადირე, რომელიც თმებს აჭრიან და შემდეგ თმებს ის კარგავს ძალას და შემდეგ აჩენს ვერ მიაღწევს ბოლომდე შვილს ვერ გააჩენს და დაარიგებს თავის შეყვარებულს, ქმარს, რომ ესე და ესე უნდა მოიქცეს და შვილი ესე უნდა გაზარდოს და ამდენი თვე უნდა იყოს ხარის ტყავში და ასე შემდეგ. მოკლედ, ერთი სიტყვის ქალის თმას ისტორიაში ძალიან, მითოლოგიაში, ისტორიაში ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და ეს არის როგორც ეზოთერული დატვირთვით, ქალის თმა ეს არის სიმბოლო. სიმბოლურად აი ამას დაუკავშირეს, შემდეგ მოხდება ძალიან დიდი გარდაქმნები, შემდეგ მოხდება ის, რომ ქალი დაიმკვიდრებს სიტყვას, მატრიარქატი დაწყებულია, მეგობრებო, და მატრიარქატის ერა არის დაწყებული, იცოდეთ, და აი როდესაც დაიწყება ახალი წელის დროის ათვლა, ეს იქნება მატრიარქატული ხანა. უკვე რამდენიმე 100 წლეული მატრიარქატული ხანა იწყება ახლა, მეგობრებო. ეს არის ის დრო, როდესაც ჩვენ მოვესწარით ისტორიული დროა, როგორც ქრისტეს დროს პირველ საუკუნეში იყო ძალიან ისტორიული მომენტი, ასე დღეს არის ძალიან ისტორიული მომენტი და ჩვენ ცხოვრობთ აი მაგ დროს. ქალის თმის გამოჩენა. გაიხსენეთ ჩვენ, როდესაც 23 მარტს, ამა წლის 23 მარტს და არ გიგონეთ, რომ ეხლა ახალი წელი დაწყებულია, 23 მარტში იწყება ახალი წელი. ამა წლის 23 მარტს, მეგობრებო, ჩვენ ჯვარზე დატყვევებული ვარდი გავათავისუფლეთ. დატყვევებული ვარდი არის ზუსტად ის ქალის სიმბოლო, უმაღლესი ცნობიერება, ანუ სიბრძნე, ანუ სოფია, ანუ მაგდალინელი, ეს ყველაფერი ერთმანეთთან სიმბოლოებით კავშირდება და სწორედ როდესაც ეს მოხდა, მაშინ ვთქვი, რომ ეს მოხდა იმისათვის, რომ დაიწყოს დიდი ცვლილებები, განსაკუთრებით ცნობიერება, უმაღლესი ცნობიერება, რომელიც დატყვევებული ქონდა აქამდე ბოროტ ძალას, ის ძლიერდება. იცით ვისთან ერთად ძლიერდება, მეგობრებო? ის ძლიერდება, გაიხსენეთ, ურჩხული და ლამაზმანი, აი ეს ზღაპარი გაიხსენეთ, ის ძლიერდება ურჩხულთან ერთად. ურჩხული გარდაიქმნება პრინცად, მეგობრებო, დაუბრუნდება ურჩხულს თავისი ადამიანური სახე. და ახლა სანამ ადამიანური სახე დაუბრუნდება, მთელი ორმტრიალი დატრიალდება და მთელი ეს ამბები დატრიალდება, შეწირება უამრავი ადამიანის სული. მაგრამ მზად იყავით, მეგობრებო, გითხარით, ბოლოში დარჩებიან მტკიცენი, ამტანი, გონიერნი და ქრისტიანი. და წარმოიდგინეთ, რომ 154,000 მართლაც ქრისტიანი იქნება. წარმოიდგინეთ, რომ ის ერები, რომლებიც ქრისტეს უარყოფდნენ და აფურთხებდნენ დღემდე, ისინიც კი აღიარებენ ქრისტეს. ესენი არიან ებრაელები. ისინი ქრისტეს აღიარებენ, მეგობრებო. მოვა დრო და არის უკვე დამდგარი, რომ ქრისტეს აღიარებენ ძალიან მალე. რამე თუ გველი თავის კუჭამს, თავის თავს ამოჭამს, ნახეთ ლომის თავი,
გავააქტიურეთ ჩვენ ბოლოს. ხო და ლომის სიმბოლოიანი ირანი როგორ გააქტიურდა. და წარმოიდგინეთ, ლომიც როგორ აამოძრავეს მათი ემბლემა, მათი გერბი, ლომს, რომელსაც ხმალი ხელში უკავია. ძალიან საინტერესო დროა. სიდონებო, ძალიან ძლიერები ხართ და მინდა გითხრათ, რომ ეგრე გავაგრძელოთ. ყოჩაღთ.